მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ჩვენ დავბრუნდით ეთერში შუადღის პოლიტიკა, მე ვარ გურამ ნიკოლაშვილი, ეს არის რადიო სივრცე FM 98.5-ზე. ჩვენ კლავინდებურად ჯერჯერობით მოვუწყებლობთ გაზაფხულის ქუჩის სტუდიიდან და 2026 წელს ვიწყებთ ახალ სეზონს, რიგით მეოთხეს შუადღის პოლიტიკის, რომელსაც შეგვიძლია უწოდოთ ისტორიის დასაწყისი, იმიტომ რომ ისტორია ისეთი რამ არის ჩვენთან არასწორად განმარტავენ ხოლმე ისტორია რომ რაღაცასო ისტორია დაერქვეს გარკვეული პროცესი უნდა დასრულდეს მაგრამ თანამედროვე კომუნიკაციაში გაჩნდა ტერმინი ისტორიის მხარეები სწორი მხარე არასწორი მხარე ანუ არ შეიძლება აწმყოში რამეს ეწოდოს ისტორია ნუ ეს კვლავ ისე მიუთითებს კოგნიტიური და ჰიბრიდული ომის სხვადასხვა ტექნოლოგიაზე რითაც ხდება ადამიანების გონებების ოკუპაცია და მათი წარმართვა სხვადასხვა მიმართულებით და შესაბამისად ერთი რაც და ჩვენ წინა სეზონის დასასრულს ვლაპარაკობდით და მოვლენებიც ისე განვითარდა რომ ეს უკვე ნამდვილად იქნა манифестირებული რომ ისტორია დასრულდა, იმიტომ რომ ის წესრიგი დასრულდა, ეს ყველა საერთაშორისო მოთამაშემ დაადასტურა და თქვა რომ მორჩა ეს უსაფრთხოების არც არქიტექტურა, არც წესრიგი ეს ყველაფერი აღარ არსებობს, მაგრამ რა იქნება ახალი ჩვენ ვიმყოფებით შიგნით მოვლენათა ეპიცენტრში, სადაც ყოველდღიურად ვითარდება დრამატული პროცესები ერთის მხრივ რაღაც ზედაპირულად, მეორეს მხრივ კი მუშაობს კლავინდებურად ისევ ის დიდი ისტორიის კანონზომიერებები და მექანიზმები, რითაც ისტორიას დაერქვა ისტორია, ამიტომაც ეს წელიწადი გავადრო და ნამდვილად გახდება ვინაიდან წინა დამთავრდა, ბუნებრივად დაიწყო რაღაც ახალი და ეს არის სწორედ რომ დავესესხოთ ცნობილ წიგნს, რომელიც დაიწერა ცივი ომის მიწურულს ისტორიის დასასრული ის ისტორია ცივი ომის და პოსტცივი ომისეული პერიოდის ისტორია ნამდვილად დასრულდა 2025 წელს და ეხლა იწყება ჯერჯერობით რაღაცა უცნობი და რაღაც ახალი ტექნოლოგიებით, ახალი ურთიერთობებით და ნაცნობი ფიგურებით. ჩვენი სტუმარია დღეს ოთარ გრიგოლია, პოლიტიკის მკვლევარი, ანალიტიკოსი, ჯერჯერობით ამ ეტაპზე საკრებულოს ყოფილი წევრი ეხლა ის ახალ აპლუაში გადაინაცვლეს, მაგრამ შუალედში ვისარგებლებთ და ვილაპარაკებთ ფილმი ხوارი All the President's Men, ანუ პრეზიდენტის ყველა ადამიანი, რომელიც უკავშირდება Watergate-ის სკანდალს და ჩვენ შეგვიძლია ამას უწოდოთ პრეზიდენტის ყველა ქცევა, იმიტომ რომ დონალდ ტრამპი, ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც უკვე ერთი წელიწადია, რაც ამ ამპლუაში მეორე ვადაზე მოღვაწეობს, შეიძლება ითქვას, მან ერთ წლის შემდეგ ის კლავინდებურად განაგრძობს მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრში ყოფნას და ყველაფერს აკეთებს ამისათვის მე ვიტყოდი რომ პროჟექტორის შუქი იყოს მისკენ მინათებული და ამითი ის ერთგვარად ქმნის იმ საინფორმაციო ბადეს, რაღაცა კვამლის ბადეს, რის მიღმაც ტარდება ამერიკული ინტერესი. შეიცვალა კომუნიკაციის ენა, ყველაფერზე მიმდინარეობს უკვე ღიად ლაპარაკი. მიექვსმაც კი საიდუმლო ორგანიზაციამ ათწლეულების განმავლობაში, რომელიც წარმოადგენს ბრიტანეთის დაზვერვას, შეცვალა მიდგომა და რაღაც Instagram გვერდიც კი გახსნა და დაიწყო კომუნიკაცია ადამიანებთან. ანუ ეს მასობრივი კომუნიკაცია გახდა მთავარი ბრძოლის ველი. და ეს არის ის ახალი შეცვლილი რეალობა, რითაც ის ძველი იმპერიული თუ სხვა ტიპის ეროვნული ინტერესები ხორციელდება და აგრძელებს არსებობას. ამიტომ ამ თემაზე საინტერესოა ვუთართან ლაპარაკი სად ვიმყოფებით ჩვენ, ანუ შენ რა შეგრძნება გაქვს და როგორი შთაბეჭდილება გაქვს, როცა უყურებ აი ამ განვითარებულ დრამატულ პროცესებს, რისი განცდა გრჩება, ანუ რა ისტორიის რა მონაკვეთში ვიმყოფებით, რასთან შეიძლება ანალოგის გავლენა და რა სახელი შეიძლება ეწოდოს დღეს არსებულ საერთაშორისო ვითარებას. მოგესალმებით პირველ რიგში. კეთახმები ურამ შეფასებაში, ანუ იდეაში ჩვენ ვართ ეხა ეპოქაში, როდესაც რაღაც დიდი დასრულდა და რაღაც ახალი ჯერ არ დაწყებულა, რაღაც შუაში ვართ, განსაზღვრელია, ანუ დაკარგული ონტოლოგიური უსაფრთხოება არ ვიცით რა იქნება მომავალი, სად იქნება, რა პროგნოზის გაკეთებაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ერთი წლის წინ იმ პროგნოზის გაკეთება რეალობასთან დაკავშირებით რაც ახლა ხდება, ძალიან რთული იქნებოდა. გამომდინარე აქედან მგონია რომ დღეს ზუსტად ის პერიოდია, როდესაც შენდება ახალი სამყარო, იწყება შენება ახალი სამყაროს. ამ ახალ სამყაროს ზოგი უწოდებს ნაციონალიზმის აღზევებას, ზოგი კიდე სხვა რაღაცას, მაგრამ ნუ მაინც საბოლოო ჯამში
ცენტრი, პოლიტიკური, გეოპოლიტიკური ცენტრი რაც არის ამ მოძრაობის ამერიკის შეერთებული შტატები, Make America Great Again მაგას ნიშნავს, რომ ამერიკა იწყებს თავის ნაციონალური ინტერესების ძალიან კონკრეტულად გატარებას და ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე, ხო? და ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკისთვის თავისი ნაციონალური ინტერესი არის პირველ რიგში და მერე მოდის უკვე ყველა მათ შორის მათი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესები. იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს შეერა დღეს, რომ ის გაცილებით უფრო ეფექტურად მოახერხებს საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ამ კონკრეტული ნაბიჯებით, ვიდრე ეს ამ ალიანსებში შესაძლებელი იქნება. გამომდინარე აქედან ჩვენ ზუსტად ამ პერიოდში ვიმყოფებით, როდესაც ეს განსაზღვრულობა და თავის სახელი აღარაფერს აღარ ქვია რა. და სწორად შეაფასე შენ უკვე თვალთმაქცობის პერიოდის დამთავრდა, უკვე ღიად ჩვენ ყველანი ვლაპარაკობთ იმაზე, მათ შორის საქართველოს ხელისუფლებაც, რა არის ჩვენი ნაციონალური ინტერესი და საერთოდ ვიაროთ ჩვენ, ანუ ჩვენი მიზანი რა არის, ჩვენი მიზანია დავუშვათ ეკონომიკური კეთილდღეობა, ვაჭრობა ყველა პარტნიორთან და ჩვენი ქვეყნის დავუშვათ იმ ძიმე ისტორიული მონაკვეთიდან ამოყვანა, რასაც პოსტსაბჭოთა პერიოდი ქვია, ხო? გამომდინარე აქედან მე მგონია, რომ საინტერესო ეს პერიოდი ბევრი მიმართულებით, ვინც შეძლებს ამ პერიოდში იყოს ძლიერი, ჩემი განმოსახედიდან, ის იქნება მომავალში წამყვანი ამ ახალი ისტორიის, რომელსაც შენ ამბობ, მაგრამ მეორე მხრივ რთულია ნავიგაცია ამ პირობებში, იმიტომ რომ პრაქტიკულად არაფერზე პასუხი არ გაქვს. კი, მაგრამ აი შენ ძალიან საინტერესო ტერმინი ახსენე, ეს არის სიძლიერე. ეს სიტყვა როცა ესმის მსმენელს სიძლიერესთან პირველ რიგში ჩვენ მაინც მე-20 საუკუნეში ვართ რა, ყველანი დაბადებული ხარ, ძალიან ახალგაზრდა თაობას თუ არ ჩავთვლით, მე-20 საუკუნეა და შეიძლება ითქვას, რომ მე-20 საუკუნეს ეძახდნენ ხანმოკლე მე-20 საუკუნეს, მაგრამ ჩვენ საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღოთ ყველაზე ხანგრძლივი მე-20 საუკუნე, იმიტომ რომ ეს პირველი მე-4-ით 21 საუკუნის პრაქტიკულად იყოს აი ამ მე-20 საუკუნეში შექმნილი რეალობის თანდათანობითი დეკონსტრუქცია და ბოლოს საბოლოოდ გაფორმება, ხო? ეს აფეთქდა ეს წესრიგი 2022 წელს, როცა დაიწყო უკრაინაში ომი და ეს უკვე ნანგრევები და კვამლი გაიფანტა და ეს დანგრეული რეალობა ჩვენ უკვე 2025 წლის ბოლოს მივიღეთ, როცა ყველამ ეს აღიარეს მარცხი ამ უკრაინის ფრონტზე, იმიტომ რომ ის მაქსიმალური ზღვრული დახმარება რაც გაუწიეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ეს ომი მოიგო. უფრო მეტზე ვერ მიდიხარ შემდგომ ესკალაციის შიშით, ეს არის მე-20 საუკუნეში შექმნილი მთავარი შიში, რაც ნიშნავს საბოლოო დღის არსებობას, თუ კი ატომური დაპირისპირება მოხდა, პლანეტა განადგურდება და აი ამ საფრთხეს გამოცდა ბუნებრივი არავის არ სურს, ეს არ არის უსაფრთხო, ხო? ამიტომ ბევრი შიში არსებობს და ძალები, რომლებიც ამის იმუქრებიან. და ეს ძალა და ვინ იქნება ძლიერი, ასოცირდება ხოლმე ამიტომ სამხედრო ძლიერებასთან, ან თუნდაც ეკონომიკურ ძლიერებასთან. მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ თანდათანობით იმ ეპოქაში, რაში ჩვენ შევდივართ, მთავარი ძალა ეს აღარ არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და საფუძველია სამხედრო ძლიერებას და ეკონომიკაც, რომელიც კიდე მისი ფონია, მაგრამ მთავარი ეს არის ჩვენ ვიყოფებით ნარატიული ომების პირობებში და მთავარი არის ის კოგნიტიური ცოდნა, შეხედულება, ანუ მენტალობა, რომელიც უნდა შეიძლება რაღაც ერთობას, ერს საუკეთესო შემთხვევაში ან მის ძირითად ბირთვს უნდა გააჩნდეს, ხო? რაღაც სიმტკიცე, რომლითაც ისინი ეს ძალიან ემსგავსება ერთგვარად ქრისტიანულ მოწამეობას, როდესაც ძალიან ინტერნაციონალურია, ხო? ქრისტიანული თემი, ისე როგორც ნებისმიერი ისეთი გლობალური რელიგიური თემი, სხვადასხვა ეთნიკური შემადგენლობა შეიძლება ქონდეს, მაგრამ არსებობს რაღაც საერთო. ამიტომ აი ეს იდენტობა შემაერთებელი, რომ ჩვენ სამყაროს ასე თუ ისე აღვქვათ, არის მთავარი გამაერთიანებელი და სწორედ პირველ რიგში, ანუ ბრძოლის მეთოდიც ეს არის, რომ დაარტყა ამას და აქ მოხდეს გახალჩება. ჩვენ იმიტომაც მივიღეთ ბოლო აწრეულში მთავარ დგენელად, რასაც ქვია პოლარიზაცია, ხო? ანუ დაპირისპირება, იმიტომ ჩვენ ნახეთ, ტექნოლოგიის უაღრესმა მიიღწევებმა სწორედ ეს გამოაჩინა, ანუ Facebook-ი და ესეთი სოციალური ქსელები მიხვდნენ, რომ შეუძლებელია ჭეშმარიტების ბოლომდე დაწოვა, ეს არის სწორი, ეს არის რაღაცა ფალსიფიკატორული, ეს არის მცდარი და ამიტომ მათი ალგორითმი აიწყო იმაზე, რომ იყოს დაპირისპირება, არ აქვს მნიშვნელობა ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუარი. მთავარი არის, რომ მოხდეს კამათი და ეს კამათი აგენერირებს ენერგიას, რომელიც შემდეგ მონეტიზდება.
და ეს არის ის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენებოდა, მაგრამ ჩვენ სხვა შორის აი დიდ ძვრებს, ცივილიზაციულ ძვრებს თან ახლავს ხოლმე ეს ტექნოლოგიური სერიოზული გარდატეხაც ხოლმე, ხო? უკვე მეხუთე ფაზაა ინდუსტრიული რევოლუციის, მეხუთე ინდუსტრიული რევოლუცია, რომელიც უკავშირდება ხელოვნურ ინტელექტს. ეს რევოლუცია უფრო თვალნათელი ხდება ხოლმე იმ დროს, როდესაც მისი ყოფით დონეზე გამოყენების შესაძლებლობა ჩნდება, როცა მოიგონეს მანქანა, ძრავები და სხვა ელექტრონიკა და სხვა საშუალებები. შემდეგ უნდა გადავიდეს ეს ყოფით გამოყენებაში და ამაზე უნდა ეკონომიკა დაშენდეს. საბჭოთა კავშირმა მესამე ინდუსტრიული რევოლუცია წააგო, ხო, ავტომატიზაციის პროცესი და ამიტომაც დაინგრა და დღეს ეს ხელოვნური ინტელექტი არსებობს, თუმცა ის ჯერ არ არის გადასული ასეთ ძალიან სერიოზული გამოყენების თვალსაზრისით, ადრეული ეტაპია ეს, უფრო გავს 90-იან წლების ინტერნეტს, ხო ესეა. მაგრამ ჩვენ ხედავთ დიდ ტექნოლოგიურ კომპანიებს, რომლებიც ამას სავარაუდოდ უკვე სერიოზულად იყენებენ. ანუ ჩვენ აღარ გჭირდება სადაზვერო ინფორმაცია იმ დონის, რომ თქვა სადღაც ზვერავი ყავდეს ან ასე შემდეგ. უკვე ისეთი ტექნოლოგიური საშუალებები არსებობს, აი თითოეული ტელეფონიც კი ეს ჩვეულებრივად ისმენს, ნახულობს და რაც თავარია, უკვე რაც აი მაგალითად 11 სექტემბრისგან განსხვავდება, როცა ყველანაირი ინფორმაცია არსებობდა, მაგრამ ამის ანალიზში დააგვიან ადამიანურმა ძალამ, ეს ამას უკვე თვითონ აკეთებს. ეს აკეთებს ინფორმაციის კლასიფიკაციას და აწვდის მათ ფლობელებს ძალიან ზუსტ ინფორმაციას, რაც სავარაუდოდ ესათვის გადაწყვეტილებები ემყარება. ანუ როგორ უყურებ შენ ეს არის თუ არა ის მომენტი, როდესაც სერიოზულად გეომეტრიული პროგრესიით ხდება ტექნოლოგიის განვითარება, ჩინეთს უკვე სერიოზულად შეუძლია კონკურენციის გაწევა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და ეს დაპირისპირება თავისი რაღაცა დიდი ტექნოლოგიური ნახტომით შეიძლება განაპირობოს რა რეალობაში შესვლა ისევ ორპოლუსიან და გაყოფილ სოფლიოში თუ ამ პოლუსებს სოფლიოში ექნება თანამშრომლობის შესაძლებლობაც. ნუ ჩვენ რაც ნახეთ ბოლოს ეხლა რა პერიოდის არის დიდი ნარატივების ნგრევის ბოლო ბასტიონი ლიბერალური დემოკრატია დაეცა, ჯერ დაეცა ნაციზმი, მე კომუნიზმი, ეხლა ლიბერალური დემოკრატია და ნუ გრანდ ნარატივები აღარ არსებობს პრაქტიკულად მოკვდა. იმას ნიშნავს, რომ დიაში სიმართლის დრო დადგა რა გაშიშვლებული, ანუ აღარ არსებობს არავითარი რაც დიდი საყოველთაო კეთილდღეობის იდეა, რომელიც სადაც ყველა ადამიანი კარგად იქნება, ხო? არსებობს ნაციონალური ინტერესი და მოპოვება, მოხვეჭა, გამდიდრების ძალიან პრაგმატული ხაზი, ხო? რაც ყოველთვის იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩვენ მესამე სამყაროს ქვეყნებს გვეუბნებოდნენ, რომ ნუ ეს დიდი იდეებისთვის უნდა გვებრძოლო. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველანი ვაცნობიერებთ უკვე იმას, რომ ეს რეალობა დამთავრდა და ახალ რეალობაში ჩვენ მოგვიწევს თავის გადარჩენა. ეს თავის გადარჩენა დაკავშირებული ბევრ ამასთან და შენ კი აღნიშნე რომ სამხედრო ძალა არ იქნებოდა ყველაზე მთავარი, მაგრამ მე ჩემი განმოსახედიდან სამხედრო ძალა, როგორც ჩვენ ფიზიკურად დეტერმინირებულები ვართ, ფიზიკურ განადგურება ჩვენ ყველაზე დიდი საშიშროება გამომდინარე აქედან სამხედრო ძალა ყოველთვის იქნება მთავარი წამყვანი ძალაუფლების განსაზღვრის ნაწილში და ამიტომაც ევროკავშირი დღეს ცდილობს რომ ის ჩამორჩენა ამოფხრას ამერიკის შეერთებულ შტატებთან და რუსეთთან, რომელიც აქვს მას სამხედრო თვალსაზრისით, იმიტომ რომ არავინ სერიოზულად მას აღარ განიხილავს, როგორც გეოსტრატეგიულ მოთამაშეს და ამერიკის შეერთებულ შტატები როგორც ყველაზე მსხვილი სამხედრო სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია პრაქტიკულად ყველა კონტინენტზე აწარმოოს სამხედრო ოპერაცია და ამასთანავე შეინარჩუნოს რესურსი თავის დაცვისთვის და რუსეთი, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ დღეს მის არ ჭრილია დარჩენილიც იყო საბჭოთა კავშირი, მაგრამ მაინც არის ატომური სახელმწიფო და მეორე რიგით შეიძლება ეს ამაზე მიდაოს, მაგრამ რიგით მეორე ჩემი განმოსახედიდან სამხედრო პოტენციალის ძალა. სამხედრო თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია ესა და სადაც ჩამორჩება რუსეთი და რაც მეორე რიგით მნიშვნელოვანია ეკონომიკა, ბუნებრივია ტექნოლოგიები, ნუ ეკონომიკა დავარქვათ ამ ყველაფერს და აქ ჩინეთია ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა ამერიკის შეერთებულ შტატების მთავარი ჰეგემონად დარჩენის ნაწილში და ვფიქრობ რომ ჩინეთს კიდევ მნიშვნელოვანი პრობლემა ის აქვს რომ სამხედრო თვალსაზრისით არ წარმოადგენს ძალიან ძლიერ ძალას, ყოველ შემთხვევაში ისეც როგორც არის რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები და აქ გამომდინარე აქედან ბევრი ამბობს რომ ეს იქნება პრობლემა მისთვის რომ მოახლოს მოვლენში რამე ტიპის რეგიონალური კი არა და კონკურენცია გაუწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს მსოფლიო ჰეგემონობის ნაწილში
და მესამე არის შენ როგორც თქვი, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ეს არის ხელოვნური ინტელექტი. ხელოვნური ინტელექტის ნაწილში ამერიკის შეერთებული შტატები ბუნებრივი არის ლიდერი, რუსეთი ახლოს არ არის, არც ევროკავშირი ამ ყველაფერთან და მთავარი ბრძოლა ამ ველზე მიმდინარეობს რუსეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის. ჩვენ რატომღაც საქართველოში არ არის შეიძლება ცნობილი, მაგრამ ჩინელები ძალიან დიდი აკადემიური ბექგრაუნდი აქვთ ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ბევრი PhD იწერება, 10-დან 5 დაუშვათ პირობთ, ჩინელებს აქვს მიმართულება აღებული და ბუნებრივია მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიბადა, რომ ეს ხელოვნური ინტელექტის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი შეიძლება იყოს ბუშტი, რომელიც გასკდება. და საბოლოო ჯამში არსებითად არაფერი არ შეიძლება არ შეცვალოს ამ ყველაფერმა ისე დრამატულად, როგორც ჩვენ ამას ველოდით, ხო? როგორც დავუშვათ ყოველთვის იყო ხოლმე, ხო? გადასვლა რაღაც ეტაპიდან მეორე ეტაპზე, როცა ეგონათ რომ ეს ყველაფერი შეცვლილდა, მაგრამ რაღაცა ისე არ მოხდა, როგორც ელოდნენ. რაღაცა შეცვლის, მაგრამ მე არ მგონია რომ ამან დრამატულად შეცვალოს სამყარო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში მე მაინც მგონია, რომ კონკურენცია მიმართულებით რაც მომავალში იქნება, მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომს გახდის ამ ტექნოლოგიებს და არ იქნება ესეთი ჩამორჩენა ქვეყნებს შორის, როგორც ჩვენ გვეგონა იქნებოდა. მაგალითად, თავი პრობლემა რა იყო ხელოვნური ინტელექტის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ცალსახად ლიდერია და მთავარი ჰაბია ხელოვნური ინტელექტის და ტექნოლოგიების, იქნებოდა გაცილებით წინ ყველა ქვეყანაზე ამ ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით, მაგრამ ჩინეთმა ამ შემთხვევაში დიდი ჩამორჩენა არ აჩვენა. გამომდინარე აქედან რთული პროგნოზირება იმისა რეალურად ექნება თუ არა იმ ხელა უპირატესობა რომელიმე ქვეყანას რომ ეს ძალიან ცალსახად ერთნიშნულოვანი იყოს ძველადიან პერსპექტივაში. და მთავარი ჩემი განმოსახედიდან რაც არის რომ საქართველოს კონტექსტში რა არის მნიშვნელოვანი. საქართველოს კონტექსტში მნიშვნელოვანი არის შემდეგი რაღაცა რომ ჩვენ გქონდეს ძალიან სწორი და ადეკვატური წარმოდგენა ამ ძალთა ბალანსებს შორის, რომელიც არის ეხლა და რომელიც უპირისპირდება ერთმანეთს, ყოველ შემთხვევაში უპირისპირდება ან ცდილობენ ამ სამყაროს გადანაწილებას რაღაც ნაწილში, ვიპოვოთ ჩვენი ადგილი და ჩვენი ადგილი იყოს კონკრეტული და არა რაღაცა მოჩვენებითი, ხო? ანუ ყველა დიდი მსხვილი მოთამაშისთვის საქართველოს წარმოადგენს რაღაც ტიპის მნიშვნელობას. იცი რა არის დღეს როგორც აღიქოს, ანუ ყოფით დონეზე რა შეხებაც აქვს ადამიანს ხელოვნურ ინტელექტთან, ეს არის ერთგვარი საძიებო სისტემები, მოდი ეს თქვა გაუმჯობესებელი Google, რომელსაც ის ინფორმაციის მოპოვებისთვის ან გენერირებისთვის იყენებს, ან სხვადასხვა უკვე ანუ სხვა პროგრამების პარალელურად, ხო არსებობს რაღაც არქიტექტურული პროგრამა ან შემდეგ და მოდი აბა რაღაცა, რასაც ისედაც აკეთებს შენთვის არსებული ინსტრუმენტებით, მოდი დაიხმარო ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ სოფლიოში ტექნოლოგიის განვითარება სერიოზულად მიმდინარეობს და მათ შორის არის ეგრეთ წოდებული მიმართულება ჰუმანოიდი რობოტების, რომელიც აწყობა რომ ეს ვესტიბულარული აპარატი კონდეს, რაღაცა შეეძლოს ადამიანის მსგავსად ქცევა. ფიზიკურად ჩაანაცვლოს ადამიანი. ჩაანაცვლოს ერთია, მაგრამ ჯერ ხომ უნდა შექმნა ეგეთი პოტენციურად, რომელიც იგივე ფუნქციონალს შეასრულებს და იგივე პლასტიკა ექნება, იგივე მოძრაობა, რაც რთული იყო, ხო? ეს ძალიან გავს კომპიუტერულ თამაშებს. ხო, ხა ადრეული ვერსია ნახეს, მარიოთი როგორ თამაშობდა, დღევანდელი ლამის რეალისტური სიმულაცია, ხო, რასაც გამოსახულებას ხედავ, თანათანობით ეს იხვეწებოდა. ხელოვნური ინტელექტი როგორც გამოყენებითად, თუ კი ამაზე იქნება აწყობილი, იმიტომ რომ ანუ მის ტვინს სწორედ ეს ჩაანაცვლებს იმისთვის, რომ მან მოძრაობები დამოუკიდებლად შეასრულოს და გადაწყვეტილება მიიღოს. აი აქ უკვე შემოდის სწორედ ის, რომ ამის სინთეზი ჩვენ მოგვიტანს ასეთი ტიპის პროდუქტს, რომელიც შეიძლება უკვე გამოვიდეს ტირაჟით და ჩვენ შევარდნით რეალობაში, რომელიც არის აღწერილი აიზეკ აზიმოვის მე რობოტში, ხო? როდესაც სამყარო ფუტურისტული, ხო, არა მხოლოდ, მაგრამ იქ ყველაზე კარგად არის მე ფილმი არ მაქვს ნახე, წიგნი მაქვს თავის დროზე წაკითხული, სადაც ეს უკვე როგორც პერსონაჟი ეს არსებობს და შეიძლება ეს რეალობა დადგეს, რაც ნიშნავს ცივილიზაციის სხვა ეტაპზე გადაყვანას. როდესაც ლაპარაკობდი რომ აი სამხედრო ძალა ეს გავს ერთგვარად რა თქმა უნდა პოტენციალს და მანქანას, მაგრამ მას ჭირდება მძღოლი რომ ანუ გადაწყვეტილების მიღები და საინფორმაციო ველი არის ძალიან დიდი ნაწილი იმისა თუ ესათვის გადაწყვეტილები როგორ მიიღება. სამხედრო ძალის გამოყენებაც განკუთვნილია იმისკენ რომ გარკვეული აუდიტორიაზე მოახდინოს ზეგავლენა. ანუ აი მაგალითად რუსები ისვრიან არეშნიკს. ამას აქვს იმაზე მეტი საინფორმაციო ეფექტი, როცა ამას ხედავ შენ, ვიდრე იმან რეალურად იქ რაც გაანადგურა. როდესაც ჩვენ ხედავთ მაგალითად
ანუ უბრალოდ ძალიან მარტივად ირანის ხელისუფლებამ ეხლა მიმდინარე არეულობის დროს უბრალოდ გათიშა ინტერნეტი. პირველი რაც გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, პრეზიდენტმა უთხრა ელონ მასკს, რომ იქნებ მიაწოდო უფასოდ Starlink-ის ინტერნეტი, იმიტომ რომ ინფორმაციული და კომუნიკაციური ნაწილი არის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი. ისინი ზუსტად მიხვდნენ, რომ ეს არ გაეთიშათ და ანუ გაგრძელებული იყო ინტერნეტ კომუნიკაცია და მასებს შორის კომუნიკაცია ირანში და დღეს ეს ხელისუფლება რაც ირანშია აღარ იარსებებდა. ხო ესია, ამიტომ ჩვენ აქ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა რამხელა მე ხო არ ვიცახი რომ იმას მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ შეწონილი რომ ავიღოთ რამხელა წონა და ფასი აქვს იმას, რასაც ქვია კომუნიკაციური ველი. ეს არის ნომერი 1. უკვე ჩვენ ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და ბუნებრივია ხა ეს ყველაფერი ჰიბრიდულია, კომპლექსურია, ურთიერთდაკავშირებულია და ვერაფრით ეკონომიკურ პოტენციალს და სამხედროს ვერ გამორიცხავთ. ეკონომიკური პოტენციალი შეიძლება ჩინეთი უსწრებს ამერიკას, მაგრამ არსებობს რაღაცა ის სიმბოლური ჟესტები. სანამ შენ თვლი და სხვა ქვეყნებიც აღიარებენ, რომ ტაივანი არის ერთიანი ჩინეთის ნაწილი, მაგრამ შენ ტაივანი, აი შენ ყურის ძირში ვერ მიგავს, შენი ეს სოფლიო სუპერ სახელმწიფოს იმიჯს, კონვერტირება ჭირდება რა, რაღაცნაირად უნდა გაანაღდო ეს და რაღაცით უნდა აჩვენო. ამერიკის ოპერაცია, როდესაც მან უბრალოდ სხვა ქვეყნის პრეზიდენტი მოიტაცა, შეიძლება ძალიან ბევრი პრობლემა აქვს, სამართლებრივი, ეთიკური, მაგრამ მან უბრალოდ შეძლო ეს ამის გაკეთება, ხო? და თავისი მხრიდან იქ მსხვერპლი არ ყოფილა. მაგრამ ანუ მე მგონია მაინც რომ ბევრი მიმართულებით, რასაც პრეზიდენტი ამერიკის ლაპარაკობს, უფრო არის დეზინფორმაციის კამპანია, რომლის უკანაც მთავარი საკითხი იკვეთება. ეს არის მისთვის, ანუ რეპუტაციულ მდგომარეობას დღეს სხვა შორის კომპანიასაც ბანკზე, ბირჟაზე, როდესაც მას შეფასება ეძლევა, რეპუტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? მისი ფასი იმის მიხედვით ივაჭრება და ანუ ინფორმაცია ძალიან მოქმედებს ხოლმე რეალურად აქციების ფასზე. სანამ მას ექნება ყურის ძირში ასევე ტაივანივით კუბა, სადაც არის სრულიად განსხვავებული მტრული მართლობა, ის ამას წმინდა რეპუტაციულად არ აიტანს და ანუ ვენესუელა ბევრი ამბობს, ზოგიერთი ამბობს, რომ ვენესუელის მოჭრის მთავარი არსი სწორედ ეს იყო, რომ კუბისთვის რესურსი წაერთმიათ, რომ შემდეგ თქვათ რაღაც არ შეიძლება გრენლანდიას მიქონდეს და ამაზე ლაპარაკობდე და იქ თქვათ სიტყვაზე ისინი კარიბის აუზში ამას შეეგუონ კუნძულ, სადაც სამხედრო ბაზაც კი აქვს გვანტანამოს სახით, ხო? ანუ ჩვენ არ ვიცით, შეიძლება ეს მიმართულება მოხდეს, შეიძლება სხვა მოხდეს, ჩვენ ამ ყველაფერს ხედავთ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ დიდი სახელმწიფოები აჩვენებენ, რომ აი ესეთი გეოსტრატეგიული ინტერესებთან ერთად არსებობს რაღაცა ესეთი რეპუტაციული ინტერესები, მათ უნდა დემონსტრირება მოახდინონ ამა თუ იმ გამარჯვების. ანუ აღმოჩნდა უფრო და უფრო შიშვლად ეს ახლა თეორიულად ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ დღეს მთავარი არის არა იმდენად რაღაცა სიმართლე, რომელიც დაფუძნებული არის ამა თუ იმ წინაპირობებზე, არამედ უბრალოდ ძალის დემონსტრირება და გამარჯვება. ანუ ისე როგორც არასდროს გამოჩნდა ის ჭეშმარიტება, რომ ისტორიას წერენ გამარჯვებულები. შენ თუ რაღაც კამპანიას მოიგებ, ვერავინ უკვე ვეღარ გაგასამართლებს. აი ეს ფაქტორი შენი აზრით შეიძლება თუ არა აი მოახლოეს წლებში უფრო ძლიერად დავინახოთ წარმოდგენილი. ხო, ბუნებრივია რომ ახლა ინფორმაციური ეპოქაში ვიყავით და ინფორმაციას გავრცელებას პრევენციული მექანიზმები ერთვება, ელემენტარულია რა, დაუშვათ მე თუ ძლიერი ვარ და შენ მიუხედავად ჩემი სიძლიერისა ცდილობ ჩემს წინააღმდეგ იმოქმედო ბოლოს და ბოლოს ავდგები და დემონსტრაციულად რაც ისეც გავაკეთებ ჩემ ძალას გაჩვენებ რომ შენ მე ეს არ გააგრძელო. ბუნებრივია ეს გასაგებიც არის, მაგრამ მე მგონია რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკის შეერთებული შტატები ნახე ყოველთვის იყო ყველაზე ძლიერი საინფორმაციო ინფორმაციის გავრცელების, რეპუტაციის, მოხვეჭის, იდეოლოგიების სახელმწიფო და რბილი ძალის მთელი კრეატორი, რომელიც ამ მეთოდით ახერხებდა ზემოქმედებას სახელმწიფო. ძალიან ძლიერი იყო ამაში, ეხაც არის ბუნებრივია, მაგრამ მე მგონია რომ აშშ-ის ინტერესი დღეს ეს ყველაფერი აღარ არის. ანუ მისი მიზანი არ არის დაუშვათ რაღაცა იდეოლოგიების გავრცელება მსოფლიოში. მისი მიზანი, ამერიკის შეერთებული შტატების მიზანი არის ის, რომ დღეს ამერიკა დააბრუნოს იმ სიძლიერის დონემდე, რაც ყოველ შემთხვევაში აღქმაში, ამ შემთხვევაში პრეზიდენტ ტრამპის აღქმაში ამერიკა იყო. Make America Great Again, ეგარი რომ აბუდეს იყო რაღაცა და ეს რაღაცა აღარ არის. ამას ამბობს რომ პრეზიდენტების ბაიდენის ადმინისტრაციის გავლენა, დავუშვათ
სხვადასხვა ადმინისტრაციებს, მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანი ეს არის, ხო? და ამ მიზნისკენ მისასვლელად იმას კი არ ამბობს, რომ დავუშვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამე იდეოლოგიას კი არ აქვს, არა, ამბობს კონკრეტულად რა. მე მაქვს ჩემი ნახევარსფერო, ეს არის დასავლეთი ნახევარსფერო, სადაც მე უნდა ვიყო უსაფრთხოდ. მე თუ აქ უსაფრთხოდ არ ვიქნები და ვინ რომელიმე სახელმწიფოებს ჩემს უსაფრთხოებას ხალხს შეუშლიან, მე მათთან მიმართებაში არ დავიწყებ რაღაცა ისა მობიერი და ესეთი პოლიტიკების გატარებას რა, რაც მანამდე ხდებოდა, ხო, რაღაც იდეოლოგიური პოლიტიკების გატარებას, 50 წელი არ დაველოდები მან იდეოლოგიის გავრცელებას, დემოკრატიის ჩანაცვლებას და ამ შემდეგ. მე ამოვნები რომ მე ვამბობ შემდეგ რამეს რომ აქ ეს ამ ტერიტორიაზე თუ ვინმეს რამე კონკრეტულად გააქვთ ჩემს წინააღმდეგ მოდი გავარკვევთ თუ ვერ გავარკვევთ მე გეუბნებით რომ მაშინ მე გამოვიყენებ ამას კონკრეტულად ძალას. აი მე მგონი ეგ არის ძალიან პროგრამა მინიმუმი ანუ არც კი ჩემი აზრით დღევანდელი განაცხადი ბევრად თუ ხომ მაღალია რომ არა თუ აბა მითხარით ვინ არის წინააღმდეგ და სხვანაირად გავარკვევთ არა ანუ მე ვაწესებ წესებს და თქვენ ყველანი რა კიღა მოგიწიათ და ჩემს ნახევარსფეროში ცხოვრობთ თქვენ ყველანი უნდა იცხოვროთ ამასთან შესაბამისობაში. ნახე სიტუაცია როგორ არის ზუსტად რამდენიმე დღის წინ მე შეიმართ ხონდა ეს ინტერვიუში სწორად ამბობდა მე ყოველ შემთხვევაში ეთანხმები ამას. აქ მთავარი არის რამდენად უქმნის საფრთხეს ამერიკის შეერთებულ შტატებს როგორც სახელმწიფოს კონკრეტული მოქმედებები. პირობითად ანუ თუ ვენესუელაში პირობითად ჩინური, რუსული და ირანული გავლენები იზრდება ეს ზრდის საფრთხეს ამერიკისთვის შეიძლება დღეს მყისიერი საფრთხე არ იყოს, მაგრამ ხვალდაზე ამ საფრთხემ მოიმატოს. პირობითად აქედან გამომდინარე მე თუ ამას ხელი არ შეუშალე დღეს, ხვალდაზე ამან შეიძლება ესეთი სახე მიიღოს, რომ მე ხელი შეისრულა გამიჭირდეს. მე არ ფიქრობ, რომ კუბას რამე კონკრეტული შეიძლება განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდეს. მე არ ყოველ შემთხვევაში მაგნატილში არ გეთანხმები. მე ფიქრობ, რომ ჩინეთისთვის ტაივანი გაცილებით მნიშვნელოვანია, როგორც სიმბოლურად ასევე ეკონომიკურადაც მათ შორის, ვიდრე კუბა ამერიკისთვის, იმიტომ რომ მე მგონია რომ კუბა არის უბრალოდ არც ერთ ნაწილში ამერიკას ხელს არ უშლის, არც მათ შორის არც რეპუტაციულად. ჩემი განმოსახედიდან კუბის არსებობა კიდევ უფრო ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ მოქმედებს რაღაცა ბრუტალურად ყველასთან მიმართებაში, ნუ არის გარემოებები, როცა თუ მას ხელი არ ეშლება, ნუ საბოლოო ჯამში შეუძლია აიტანოს განსხვავებული. ხო, ნუ შეუძლია სამ დღეში აიღოს დავუშვათ პირობითად რა. მაგრამ ვენესუელის შემთხვევაში ნუ იყო კონკრეტული არგუმენტი. ეხლა მე და თქვენ მე და შენ ამას ვერ გავარკვევთ, ეხლა რა არის სიმართლის წილი ამაში რა არ არის, მაგრამ ნუ გაცხადებული პოლიტიკა მათი ესეთია. იგივე რაც რუსეთის, ხო? რუსეთმა რა გააკეთა? რუსეთი ამბობდა, რომ მე არ მინდა ჩემთან სიახლოვეს იყოს ნატოს შეერაღებული ძალები. და ნატოს ქვეყანა, რომელიც ახლოს იქნება შემექმნის საფრთხეს. გამომდინარე, აქედან მან პრევენციული ღონისძიება, სანამ ნატოს წევრი გახდებოდა უკრაინა, მათი გადმოსახედიდან. პრევენციული ღონისძიება გაატარა, დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი. ომის თავდაპირველი მიზანი რა იყო? რომ აჩვენა ჯერ ძალა და უკრაინას მოეწერა ხელი. მაგრამ რაც შენ თქვი წეგან, ხო? ნუ ძალის დემონსტრირება საინფორმაციო. მაგრამ ამან არ იმუშავა. ყოველთვის ის არ იმუშავებს. და მე უნდა ქონდეს იმის რესურსი, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანო. გესმით? ამ შემთხვევაში აქ გაიჭედა რუსეთი, ხო? ამ ნაწილში გაიჭედა, რომ ამდენი წელი მიმდინარეობს ეს ომი და ჯერ სამხედრო თვალსაზრისით არ მიუღწევა იმ მიზნებისთვის, რაც მან ჩაიფიქრა. აქედან გამომდინარე, მომავალი საბოლოო ჯამში მე ესეთი მესახება. ანუ ის ყველა რეგიონალური ლიდერი, რომელიც თავის რეგიონში მოიაზრებს თავს მთავარ მოთამაშედ, გადაწყვეტილებებს მიიღებს ამ ბრუტალური ფორმით. და ეს არ არის მხოლოდ მსხვილი ქვეყნებზე საუბარი. მე მგონია რომ პატარა ქვეყნებიც იგივე ფორმებს მიმართავენ, გამომდინარე იქიდან, რამდენად ექნებათ ამის რესურსი. იგივე და ახლო აღმოსავლეთში რაც ხდება, ხო? ანუ იგივე პროცესები მიმდინარეობს და ყველას იქ თავისი ინტერესი აქვს. პატარ-პატარა ქვეყნებს და ყველა ცდილობს რომ რაღაცნაირად დაიმკვიდროს თავი როგორც რეგიონალური ლიდერი. თურქეთი, საუდის არაბეთი, ემირატები, ისრაელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არ არის ერთი კონკრეტული ლიდერი, ხო? ყველა თავის მხრივ რაღაც ნაწილში ლიდერია. რა თქმა უნდა, გამოკვეთილი ისრაელი შეიძლება იყოს, მაგრამ თურქეთი როგორც სახელმწიფო, მას აქვს პრეტენზია რომ იყოს ლიდერი ახლო აღმოსავლეთში. გამომდინარე აქედან მე მგონია რომ მაინც ჩვენ მიუხედავად ყველაფრისა, სამხედრო ძალა იქნება მთავარი წამყვანი და ტექნოლოგიებში შეთანხმება აბსოლუტურად ტექნოლოგიები მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ არ მგონია რომ სამხედრო ძალაზე წინ რამე დადგეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი დღეს ეკონომიკურად ძალიან ძლიერია, ლიმიტები მისი ეკონომიკის სასახაა, ხო? ეს არის ერთი რომ მოსახლეობა მცირდება და უახლოს 50 წელიწად შეიძლება განახევრდეს, რაც სამუშაო ძალის შემცირებას გულისხმობს და მეორე
ის რესურსები, ბუნებრივი რესურსები, რაც მას სჭირდება ამ ეკონომიკის მხარდასაჭერად, მომდინარეობს ირანიდან, ვენესუელიდან, მათ შორის რუსეთიდან, სადაც მნიშვნელოვანი პრობლემები შეიქმნა ახლა. ამ ვითარებაში თუ ჩინეთს არ აქვს რესურსი, პირობითად იმისა, რომ დაიცვას თავისი ინტერესები და ეს რესურსები ბუნებრივად მოიპოვოს და გააგრძელოს ამის მოპოვება და ხელი არ შეეშალოს ამაში, მაშინ ყველა რა იქნება. ხო, შეიძლება აღმოჩნდეს თიხის ფეხებზე მდგარი გიგანტი, იმიტომ რომ მთელ ამ ინდუსტრიას სჭირდება ბუნებრივი ეს კვება, რესურსი ნედლეული სახით და აღარაფერს ვლაპარაკობ, რომ მე ეს გამოშვებული ნედლეული უნდა გაყიდოს სადღაც და ბაზრებზე გჭირდება. ერთია მოპოვება, ხო, ზუსტად მაგას ეს ძალიან სწორი რაღაცა თქვი. ერთია მოპოვება ბუნებრივი რესურსებით, რითაც უნდა აწარმოოს ჩინეთმა უკვე პროდუქცია და მე გაყიდოს, ხო. თუ ორივე ხელიდან გამოეცალა, ხო, ბუნებრივად დადგება რეალობა, როდესაც ხო, იმიტომ რომ პლანეტასაც თავისი ზომა აქვს და შესაბამისად ქვეყნებსაც თავისი ზომა აქვს. მაშინ როცა ჩვენ ცივი ომის პირობებში ცხოვრობთ და პლანეტა იყო გაყოფილი, არ იყო ჯერ ეს გლობალიზაცია და ეს ეკონომიკები იყო დახურული, ხო თქვათ, ეს დასავლურ ქვეყნებს ერთმანეთთან ქონათ კავშირი და საქონლის წარმოებას და მიმოცვლაც და ვაჭრობათ და აღმოსავლეთის ქვეყნებს მოსკოვის ცენტრში ერთმანეთთან ეს გაყოფილი იყო, დიდი ვაჭრობა აქ არ იყო. შემდეგ როცა ეს გლობალიზაციამ დაისადგურა და რაღაცნაირად ეს საზღვრები გაიხსნა, ჩვენ მივიღეთ ისეთი გიგანტი ეკონომიკური თვალსაზრისით, როგორც არის ჩინეთი, მაგრამ ჩინეთის ეკონომიკის წარმოება, ანუ ეს არის დაახლოებით გავს ძალიან ჰიდროელექტროსადგურს, რაც შეიძლება ქონდეს დადგმული სიმძლავრე, მაგრამ თუ საკმარისი მოდინება არ არის, წყლის რესურსის ვერ გამოიმუშავდა. შეიძლება გამოიმუშავა, მაგრამ თუ არა გაქვს მოხმარება არ არსებობს, რას მიაწვდო ელექტროენერგიას, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან კარგად ესმის, არის ორი კომპონენტი, და რაც აკეთებს კიდევაც დღეს იმისათვის, რომ თავისი უპირატესობა შეინარჩუნოს, ხო, რას აკეთებს, რომ ამ ორი კომპონენტიდან ორივე შეუმციროს მაქსიმალურად, ხო? გარასაუბარი იმაზე ხალხი შეიძლება 100% ვერ გადაკეტოს, მაგრამ შეუმციროს. სარგებელი თვითონაც მიიღოს აქედან. რაც ბუნებრივია. მე გონია, რომ ყველა სახელმწიფო უკვე უახლოს მომავალში გააცნობიერებს იმას, რომ მათთვის მთავარი უნდა იყოს თავისი ნაციონალური ინტერესი და პირველ რიგში საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხზე უნდა იყოს ორიენტირებული და ამ კონტექსტიდან უნდა იყოს ამოსული ყველა მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მე უკვე რაღაცა ალიანსების ჩამოყალიბება და რაღაცა იდეებისკენ სწრაფვა. აი მაგალითად რაც პრობლემა აქვს ბევრის მოსაზრებით, მათ შორის სერიოზული პოლიტოლოგების მოსაზრებით ევროპის, ხო? ევროპა არ მოქმედებდა საკუთარი ევროპის ქვეყნების საკუთარი ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე, ევროპა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებდა რაღაცა იდეოლოგიის ჩარჩოებში. ხო, იმიტომ რომ იცი რა არის, ძალიან ძნელია ევროპას კონდეს ესეთი ნაციონალური ინტერესი, იმიტომ რომ ევროპა არ არსებობს როგორც ნაცია, განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც არის ფედერაცია, ჩინეთისგან, რომელიც არის ძალიან დიდი და შემადგენელია ამ ნაწილებისგან და განსხვავებით ეხა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, 50-51 შტატია, მაგრამ ეს ერთიანი ქვეყანაა, ერთიანი პოლიტიკით და ევროპა შედგება ასეთი 50 სუვერენული ქვეყნისგან, შეიძლება რაღაც საერთო პოლიტიკა არსებობს, მაგრამ საქმეზე რომ მიდის, ჩვენ ხედავთ წინააღმდეგობებს შიგნით და ჩვენ ხედავთ გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობას. ესეთ კრიტიკულ მომენტში, ხო, ანუ საუკეთესო შემთხვევაში ევროპა უნდა გარდაქმნილიყო რაღაც ისტორიულ მომენტში ევროპის შეერთებულ შტატებად, თავისი არჩეული პრეზიდენტით და იმის ანალოგად, რაც ამერიკა, მაშინ შეიძლება და გველაპარაკა ევროპის ნაციონალურ ინტერესს. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ რთულია. ასევე ჩვენ ისტორიიდან ვიცით, რომ არსებობს ეს მუდმივად შენარჩუნებული წერტილი, შენ ან მიდიხარ წინ, ვითარდები, ან ეს არის უკუსვლა. ასეთ პირობებში შენახსენე ეროვნული ინტერესი, მაგრამ თანათანობით დარჩენილ დროში მინდა განვამინაცვლო ჩვენი ქვეყნისკენ და გახშირდა განსაკუთრებით ბოლო 1-2 წლის განმავლობაში, აი ამაზე აპელირება, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომელსაც ჩვენთან არსებული ოპოზიციური ჯგუფები ამ ტერმინოლოგიას არ იმჩნევდნენ, მაგრამ ისინი ბევრ ამის არ იმჩნევდნენ, თანათანობით ეხლა უწევთ ხოლმე დაბრუნება რეალურ ტერმინოლოგიაში, სხვა შორის, აი, ზოგადად ლინგვისტურ განაზომილებაში ყველაზე კარგად აისახება ხოლმე მარცხის აღიარება ხო არავის არ უყვარს, მაგრამ აი ეს მარცხი. აი ბოლო ეს შემთხვევა გუშინ გავიხსენე, წლებია ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ხარ შეიძლება აბსურდია საქართველოს შედარება მოლდოვასთან. ხო, მოლდოვას ბევრი ძალიან ფუნდამენტურად განსხვავებული მახასიათებელი აქვს. ის არის რუმინული სახელმწიფოს ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ იმ რუმინულ სახელმწიფოს შეიძლება თავის დროზე მოლდოვა რქმეოდა, მისი რაღაც რეგიონი, ერთი ხალხი, ერთი ენა, და მათი გაერთიანება შეიძლება ბუნებრივი იყოს, მაგრამ მოლდოვასაც ამსგავსი საერთოდ მას აქვს ასევე რუსული მდგენელი ბევრად უფრო ძლიერი, თავისი სეპარატისტული რეგიონი
და ანუ ბევრი მიზეზია რომ არ შეიძლება შეედაროს და დღეს როცა გაჩნდა უკვე საკითხი რომ ხო არ შეუერთდება, იმიტომ რომ პრეზიდენტმა თქვა რომ მე მაგალითად საკითხი დადგეს ხას დაუჭერდი შეერთებას, რომ უცებ ჩვენთან აი ამ ქართული კონტექსტის ზემზრუნველებმა ოღონდ სხვა ქვეყნის მაგალითები და კოპიის დაიწყეს ლაპარაკი რომ ნუ პრინციპში ეს ხო ლოგიკურია, აბარა ანუ უკვე მათ ეს დაუშვეს. ანუ აქამდე გელაპარაკებოდნენ რომ აი მოლდოვას როგორც იქცევა ჩვენც უნდა მოვიქცეთ და უცებ მოლდოვამ რო თქვა რომ მე სუვერენიტეტი არ მჭირდება და უერთდები დიდ სახელმწიფოს, ჩვენთან თქვეს რომ ნუ არა ხო ეხლა მოლდოვა ხო სხვანაირი. ანუ ეს იმის მაგალითად მოვიყვანე რომ ბევრი რამ ჩვენთან უკვე ესე ბრუნდება და უკვე თანათანობით ამერიკაში და ყველა ქვეყანაში რომ ძალიან ისეთი კარგი ნაწყვეტი ვნახე იტალიის პრემიერ-მინისტრის სწორედ ამ ეროვნულ ინტერესთან დაკავშირებით რომ არის ქვეყნები რაღაცებში ვითანხმები, რაღაცებში არა და იმიტომ რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი გვაქვს და აქედან ვზომავთ. ანუ ეს ტერმინოლოგია ბრუნდება ცალსახად. მაგრამ აი თანათანობით ჯერ არ მიდის ლაპარაკი რომ ეს ხო ჭიქაა ფორმა ეროვნული ინტერესი, მაგრამ რა არის ეს ჩვენი ეროვნული ინტერესი, მიხვდი? აი შენ როგორ უყურებ რა ჩვენს ქვეყანაში შენ რამდენ პროექტს ხედავ, რამდენი პოლიტიკური ჯგუფისგან ხსმენია რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ეს ან ეს. ერთი ვიცით რომ თქვა ღიად არის ხო დემონსტრირებული ჩვენი ეროვნული ინტერესი არის ჩვენ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრი. მიუხედავად იმის ევროკავშირი იარსებებს არის ჩვენ აი ესე ძალიან ბრმად პირდაპირ უხეშად უნდა გავხდეთ ამის წევრი და მე ყველაფერი თავისით დაალაგდება. ეს პროექტია, მას აქვს არსებობის უფლება, ჩვენ ხედავთ ამ პროექტის ქვეშ დარაზმულ აქტივისტებს, მათ პოლიტიკურ გზას, მათ პოლიტიკურ მარცხს, აღსასრულს, მაგრამ ეს პროექტი არსებობს. ანუ შენ ხედავ რაღაც სხვა და სხვა ალტერნატივებს. ნახეთ, ანუ დღესდღეობით საქართველოს გაცხადებული შემთხვევაში ერთ-ერთი მიზანი არის ევროკავშირში გაწევრიანება. ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი მთავარი ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ მიზანი არის ის, რომ ქვეყანა გაძლიერდეს ეკონომიკურად, მას გაუჩნდეს ახალი შესაძლებლობები და გაძლიერდეს პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით. ნატოში გაწევრიანების მიზანიც ეს იყო. რეალობები იცვლება, მე ახლა ვერ ვიტყვი ეს სწორია, არასწორია. ეს იყო კონკრეტული ისტორიული პერიოდისთვის დამახასიათებელი ჩვენი მიზანი, რაც დღემდე გრძელდება. და ჩვენი წარმოდგენები რაც იყო ევროკავშირზე და ევროპაზე და მისი სიკეთეები ამ ევროპის და ევროკავშირის რაც იყო ის დღეს რეალობა არის თუ არა ეს სადისკუსიო საკითხია. მაგრამ ეს ბოდი ჩაგეჭრები ეს დისკუსია მიმდინარეობს და გაყოფილია დღეს ხელისუფლება იძახის რომ აი დღეს რო ბრიუსელის ადმინისტრაცია და თუ ეს არის ევროკავშირი ჩვენ ესეთი არ გვჭირდება იმ თავისი იდეოლოგიით და იმ თავისი აი ამ მუდმივი ცდილობით რომ დესტაბილიზაცია დაწესოს. მაგრამ ჩვენ ყავს პოლიტიკური ძალები რომელიც იძახიან რომ ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერი გვინდა. ეს არის აი აქ გადის ზღვარი. აი ეს არის სუსტად იდეოლოგიზირებულ მიდგომას და რაციონალურ მიდგომას შორის. როდესაც ევროკავშირი თავისთავად არის მიზანი და არა მისგან წამოსული სიკეთეა მიზანი, ეს არის იდეოლოგიზირებული მიდგომა, რაც ბუნებრივია. შეიძლება იყოს ბრმა, შეიძლება დიდწილად შეიძლება იყოს დიდწილად ბრმა ხედვა და მეორეა, როცა კონკრეტულ სიკეთებს ხედავ, ხო? როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ევროკავშირის სახელმწიფო როდესაც იძახის რომ ევროკავშირის კონკრეტული მოქმედებები ჩვენს სახელმწიფო ინტერესთან შეუთავსებელია, ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც სიკეთეები, რომელიც ჩვენ მქონდა დაგეგმილი, რომ იქიდან წამოვიდოდა, არ მოდის. და პირიქით რაღაც სხვა მოდის რა, ის რაც ჩვენს ინტერესს აზარალებს. ქვეყანაში შეიძლება დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბუნებრივია ამ ვითარებაში, როდესაც საუბარია იმაზე, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს კონკრეტული პოზიცია ევროკავშირის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან მიმართებაში არის პრობლემა. მაგრამ ხვალ რა იქნება, ეგ არავინ არ იცის. ეხლა არც იქნება ჩემი მხრიდან კორექტული იმაზე საუბარი პოლიტიკურ განცხადებებს ეხლა ვერ გავაკეთებ, მაგრამ ბუნებრივია სახელმწიფოს, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესი არის შემდეგი რაღაცა. ჩემი განმოსახედიდან, ჩემი როგორც ერთი ადამიანის და როგორც სახელმწიფოს წარმომადგენლის, რომ ჩვენ რეგიონში გქონდეს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები და ეს უსაფრთხოების გარანტიები მიიღწევა ეკონომიკური თანამშრომლობით ჩვენს რეგიონალურ ლიდერებთან, მათ შორის თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ამ შემთხვევაში ემირატებთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ არ ვართ შორს ახლო აღმოსავლეთთან, როგორც ზოგიერთ ზგონია, შეიძლება უფრო ახლოს ვიყოთ გეოგრაფიულად ვიდრე ევროპის ბევრ ქვეყანასთან და შევეცადოთ მაქსიმალურად რომ ჩვენს ქვეყანაში არ მოხდეს არეულობა, არ მოხდეს ომი და რუსებთან ამ ნაწილში გქონდეს რაღაცა ტიპის სტრატეგია. ესაა ჩვენი ეროვნული ინტერესი.
გამდიდრება, ურთიერთობების სწორად ჩამოყალიბება, ამ ურთიერთობების კვალობაზე სწორი სტრატეგიული ვაჭრობის და ეკონომიკური ურთიერთობების დაგეგმა. ესა ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ გამდიდრდეთ, ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო მეტად ორიენტირებული კეთილდღეობაზე, უფრო მეტად დიდარი, უფრო უსაფრთხო, ვიდრე არის. და რა თქმა უნდა, განმტკიცდეს ჩვენი ნაციონალური იდენტობა, ხო? ვინ ვართ ქართველები ჩვენ და ეს უბრალოდ ქართველობა უბრალოდ ფენომენი ხო არ არის, ეს არის 3000 წლიანი ისტორია, და რომელიც თავისთავად კაცობრიობისთვის არის მნიშვნელოვანი, არ მხოლოდ ჩვენთვის, ხო, როგორც ეს ძველიერი აგრძელებს თავის რავს თვითყოფად განვითარებას და აქ თავისი რაც ხაზი განვითარების იდეა და ცივილიზაციური შინაარსი. ესა ჩვენი მიზანი. ამ მიზანთან ვიღაცები მოვლენ თანხმედრაში, ვიღაცები ვერ მოვლენ. და არ არსებობენ ამ შემთხვევაში მუდმივი, ჩემი აზრით, პარტნიორები ამ ნაწილში. შეიძლება რაღაც ეტაპზე ჩვენი პარტნიორი იყოს რაღაც პერიოდის განმავლობაში ერთი ჯგუფი, ევროკავშირი ამ შემთხვევაში, შეიძლება მეორე დღეს ეს არ იყოს, არ მოხდეს ეს. გამომდინარე აქედან ჩვენ არ უნდა მივუდგეთ ამ რაღაც დიდ მდგენელებს, როგორც იდეოლოგიას, ჩვენ უნდა მივუდგეთ ამას როგორც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთის მომტან რაღაც წყაროს. ეს არის ჩემი აზრით მთელი არსი გამარტივებული ეროვნული ინტერესი. ხო, რაც პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ როდესაც ამაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ ერთის მხრივ უნდა გვესმოდეს ის პროცესი, რაც სოფლიოში მიმდინარეობს და შევძლოთ დანახვა ამ გეოპოლიტიკის რაღაც აბსტრაგირებულად ზემოდან, მაგრამ მეორეს მხრივ, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ჩვენ უნდა გავიხედოთ თბილისიდან, დედაქალაქიდან, ესე ვთქვათ რა. აქედან უნდა ვხედავდეთ, რომ რა არის ჩვენი და რა არის არა ჩვენი. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში საქართველოს ქართულ პოლიტიკურ ჯგუფებს რო აკვირდები, ვერ განასხვავებ ისინი იყურებიან ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან, მათ პერსპექტივა არის აბსოლუტურად განსხვავებული. ისინი აი დღეს მაგალითად, როდესაც მიმდინარეობს ძალიან საკამათო ამერიკული იმის პოლიტიკური სულების გამართლება, რატომღაც ჩვენთან ანუ არავის რო არ აინტერესებს ხა საქართველოში რა სიტყვია, ხო ხვდები? არაფერს არ ცვლის ეს ამერიკისთვის, მაგრამ აი ადგილობრივ კონტექსტში ეს რო აინტერესებთ, ეს არის პერსპექტივა ვაშინგტონიდან. რომ ამერიკა უნდა იყოს მართალი. თუ ამერიკა მართალი არ არის, აქ მე ის როგორ აუხსნის თავის მიმდევარს, რომ აი ჩვენ უნდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, სიმართლის მხარეს და რომ სამყარო არის ეგეთი შავ-თეთრი. ანუ იმისათვის რომ ამდენი ხანი ამას კულტივირებს, ამისთვის მას სჭირდება რომ იქ რაღაც ამერიკამ შეცდომა არ დაუშვოს. ოღონ ამერიკას არ ვერ ამჩნევს აქ ეს ვიღაცისთვის ეს მნიშვნელოვანია და აი ეს მდგომარეობა არის ძალიან კომიკური. აი აქ როდესაც ადამიანებს რაღაცა ინერციული მგონია. ხო, რაღაცა უხარიათ, რაღაცა ვისკენ ხამ ხარს უჭერ თუ არა, აიათოლების რა აიათოლების რეჟიმს ხარს უჭერ რა შუაში. მაგრამ ჩვენ გვყავს ესეთი პოლიტიკური სეგმენტი და სამწუხარო ის არის, რომ ეს კი ვლაპარაკობთ რაღაც განყენებულ სექტაზე. არ მეტი, მთელი ოპოზიცია პრინციპში ამდაგვარია. ანუ შენ გაქვს თუ არა იმისი, არ ვიცი, აი ხშირად მე რომ მეკითხებიან, ხო, კაი, მაგრამ თუ ეს ოპოზიცია არა, მაშინ აბა ვინ იქნება და რა იქნება? ერთ-ერთი თეორია რაც მაქვს, რომ თუ სარეველისგან გაწმინდა პოლიტიკურ ველს, სადღაც შანსი იმისი, რომ რაღაც ხვანაერი წამოვიდეს, არსებობს და შენ როგორც იცნობ ამ ველს, ანუ როგორ ხედავ უახლოესი 5-10 წლის განმავლობაში, თუნდაც შემდეგი აი 2028 წლის არჩევნებისთვის რაიმე ცვლილების შესაძლებლობას, რომ შეიძლება გაჩნდეს ოპონირების ისეთი მდგომარეობა და კულტურა, რაც მოხდება აი ამ დიდი გააზრებული ეროვნული ინტერესების შიგნით. არა ალტერნატიული პროექტები, საერთოდ რადიკალურად განსხვავებული, ხო? და უბრალოდ დაბრენდილი, სულ აი პროდასავლელი, პრორუსი, აი ეს რაღაც ხელოვნურად შემოტანილი კონსტრუქტები. არამედ, რომ კი, ეს არის ჩვენი საერთო ეროვნული ინტერესი, ყველა ამას აღიარებს. გააზრებულად არა სიტყვით და შიგნით მიდის ოპონირება, ანუ თუ ხედავ ამის შესაძლებლობას. მე ამის შესაძლებლობას ვერ ხედავ, სიმართლე რომ გითხრა, უახლოეს 5 წელიწადში რომ ქართული პოლიტიკური ოპოზიციური კლასი საერთოდ რა აზემოვა ამ ნაწილში. იმედი მაქვს რომ ესე იქნება, იმიტომ რომ მეც ამ როგორც ქვეყნის მოქალაქეს მირჩევნია რომ რაღაცა არსებობდეს გარკვეული ძალები, რომელიც ამას ჩემი განმოსახედიდან ეს პროცესი არ არის მოკლევადიანი, როდესაც პოლიტიკური კლასი აცნობიერებს ახალ რეალობებს და ამ ახალ რეალობებზე გადაწყობა ხდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ინერცია დღესდღეობით ძველი პოლიტიკების საქართველოს. ჩვენ ვართ პერიფერია, და გვიან აღწევს. მოგწევს თუ არ მოგწევს, ხო? აქ რაღაცები გვიან მოდის. ეს გვიან არ არის 2 ჩვენ და ბატონყმობაც კი 3 წლით გვიან გავუქმდა. რაღაცები უბრალოდ გვიან ხდება, ხო? და მეორე მნიშვნელოვანი საკითხი რა არის, რომ
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მე ვახსენე რეგიონი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ორი მიმართულება ეს არის თავარი ჩემი განმოსახედიდან და მე ვთვლი რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გამართული სწორი კარგი ურთიერთობა ჩვენი ქვეყნისთვის ყოველთვის იქნება კარგი იმიტომ რომ ჩვენ თავარ გეოპოლიტიკურ მდგენელთან სწორი კომუნიკაციით შეგვიძლია ბევრ რამეს მივაღწიოთ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა იყოს დარწმუნებული რომ ჩვენ მათი სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ არ ვიმოქმედებთ და უნებრივია უნდა იყოს დარწმუნებული რომ მას ყავს სანდო პარტნიორი ამ აქეთ როგორც საქართველოს სახით რომელთანაც თანაბრუფლებიანი ურთიერთობა შეიძლება მოიტანოს ურთიერთსასარგებლო შედეგები და ასევე მნიშვნელოვანია რომ ეს ურთიერთობები იყოს ასევე ჩინეთთან რომელიც არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მდგენელი ჩვენს რეგიონში უკვე და როგორც ჩვენ სახელმწიფოს გაცხადებული მიზანი გვაქვს რომ ჩვენი ქვეყანა უფრო მეტად უნდა გამდიდრდეს, უფრო მეტი ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ და ინფრასტრუქტურა განმავითაროთ, ჩვენი ხალხი უკეთესად უნდა აცხოვროთ. ბუნებრივია ამ მიზანთან ჩინეთის ამ შემთხვევაში ჩინეთთან ურთიერთობის გარმოვება და მასთან სავაჭრო ურთიერთობის გარმოვება მნიშვნელოვანი. და ბოლო საკითხი რაც შენ კითხვა დასვე რომ საბოლოო ჯამში როდის შეიძლება იყოს ისეთი მომენტი როცა საქართველოში გაჩნდებიან რაღაც ისეთი ძალები რომელიც ეროვნული ინტერესებისკენ იქნებიან მიმართულები. ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ რაც ნახე როდესაც პოლიტიკური ძალები დამოკიდებულები იქნებიან არა საერთაშორისო ფულზე სხვა ქვეყნებიდან, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიცემული ხმების რაოდენობაზე. აი მაშინ და თუნდაც თუ ამასაც რესურსი სჭირდება და ადგილობრივად გენერირებულ რესურსზე რა. ადგილობრივ გენერირებულ რესურსზე კი ბატონო და რომელიც სხვადასხვა ძალიან ისტორიული პრაქტიკა და გამოცდილება ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ როდესაც მოდერნული სახელმწიფოს მაშინ მშენებლობა დაიწყო მე-19 საუკუნის 60-იანი წლებიდან ილია ჭავჭავაძის თაოსნობიდან ყველა ეს ინიციატივა მაშინდელ რუსეთის იმპერიაში იყო ეს თქვა NGO საწყისებზე ხო წერა-კითხვის გამორჩეული საზოგადოება და ასე შემდეგ. ეს რეალურად თანამედროვე გაგებით ეს NGO-ა და ეს თავის რესურსს ადგილზე აგენერირებდა მას არ მოსდიოდა ბრიუსელიდან ფული. ზუსტად ეგ ამბავი ბიზნესმენების თუ ბანკი იყო ინსტრუმენტი რომელიც მოგებაც ამას ჩვენ თვითონ გამოვერკვეთ ჩვენს იდენტობაში პირველ რიგში ვინ ვართ რა გვინდა რა გვჭირდება და მე როგორი სტრატეგია გვექნება მომავალში ზოგადად ჩვენს რეგიონში თუ გლობალურად. თუ ჩვენ თვითონ ვერ გამოვერკვევით ამ პროცესში და ყოველთვის იქნება ჩარევა სადღაციდან, ბუნებრივია ესეთ პოლიტიკური კლასი რომელიც თავის ქვეყნის ინტერესზე იქნება ორიენტირებული არ გაჩნდება ამ ქვეყანაში. ანუ ყოველ შემთხვევაში არის ერთი ქართული ოცნების სახით, მე რასაც ვიცნობ. შეიძლება კიდე იყოს რამდენიმე, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური კლასი როგორც ჩამოყალიბებული ესეთი ოპოზიციური ეგეთი რამე არ არსებობს. და დარწმუნებული ვარ ყოველ შემთხვევაში მე იმედი მაქვს რომ ესეთი რაღაც მოხდება უახლოს მომავალში და მე არავის საწინააღმდეგო არ მაქვს მე მინდა რომ ჩემ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური ძალები იყვნენ, როგორც შენ დარწმუნებული ვარ და როგორც ნებისმიერ ამ ქვეყნის მოქალაქის. სოციალისტ ეს კარგად აჩვენებს, ხშირად იციან ხოლმე ჩვენთან ლაპარაკობ, არა იქ ფულია ყველაფერი. და რაღაცნაირად ბოლოს აქამდე დაყავთ ხოლმე და ეს ხა კარგი რამ ახსენე, რომ ერთადერთი პრაქტიკულად მაგალითი ქართული ოცნებაა, რომ ეს მარტო ფული რომ არ არის, იმიტომ რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ვინც არის და საიდან მოდის ეს გენეზისი, ფინანსური თვალსაზრისით ეს გასაგები და ნათელია, მაგრამ გაჩნდა მეორე პრეცედენტი, რომ მსგავსი რამ შექმნილი იყო, ეს იყო პარტია ლელოს სახით, ხო? რომ მისი დამფუძნებლის სახით და რომელმაც ნუ უბრალოდ აი თუ რაიმე გადაწყვეტილების წერტილში იმყოფებოდა, სადაც რაღაცა უნდა ნაბიჯი გადაედგა, ყოველ ჯერზე არასწორი მიმართულებით გადადგა და ეს არის ნათელი მაგალითი, როდესაც ანუ მხოლოდ ფული საკმარისი არ არის კი არა, ანუ ძალიან მესამე ხარისხოვანი მდგენელია. მთავარი ანუ რაღაცა ცოდნაა, უნარია, ინსტინქტია და რა ვიცი, ქვეყანაზე ორიენტირებულობაა. და იმედია რომ ნუ კაი ლელოსგან არ გამოვიდა, ვინმესგან მაინც რაღაც გამოვა. მადლობა ოთარ ამ სეზონის გახსნისთვის, მეკვლეობისთვის პრაქტიკულად. მადლობა თქვენ. და მე გისურვებ წარმატებას შენ ახალ სარბიელზე, რომელიც უკავშირდება სწორედ ჩვენი ქვეყნის, რა თქმა უნდა, ინტერესებს, მომავალს და იმისათვის, რომ ჩვენ უფრო მომზადებულად შევიდეთ. სხვათა შორის ის განვლილი ძალიან აი 2019 წლიდან მოყოლებული ყოველწლიური ეს განვლილი კრიზისები, რაც საქართველოს საზოგადოება გაიარა და გადაიტანა, აღმოჩნდა და აღმოჩნდება ძალიან კარგი აცრა იმისათვის, რომ ის რთული წლები, რაც სოფლიოსთვის დაიწყება და გაგრძელდება,
ქართულმა საზოგადოებამ უფრო ფხიზლად აღიქვას და შეხედოს. იმუნიტეტი გვექნება, კი. ეს იმუნიტეტი თითქოს გამოვიმუშავეთ აი ამ პერიპეტიებით, რაც ჩვენ გავიარეთ, იმიტომ რომ იქ უამრავი ბრალდება, რაც მოვისმინეთ, შემდეგ ამაზე მოხდა შემოხლა და რაღაცნაირად შედეგი მივიღეთ და მე ჯერ ჩვენთან მოხდა და შემდეგ ჩვენ ხედავთ რომ სოფლიოშიც რა ხდება და თურმე სად ყოფილვართ და ეხლა ამ პერსპექტივიდან სხვანაირად ჩანს და იმედი მაქვს რომ ჩვენ ეს რაღაცნაირად დაგვეხმარება. მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ჩვენს მსმენელს და ჩვენ ეთერში დავბრუნდებით შემდეგ ხუთშაბათს.